ამ მომენტში ირანიდან მომავალი სიგნალი ღვევაზე მიუთითებს. მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოები მიუთითებს, რომ ირანელები ქუჩებში ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებს ესხნიან თავს, მაშინ როცა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები იშლება და კრიზისი კიდევ უფრო საშიშ ფაზაში გადადის. ამ ორშაბათს 2026 წლის 13 აპრილს, რაც ჩანს, არის რეჟიმის ზეწოლის ქვეშ, როგორც შიგნით, ისე გარედან, შიშის ზრდით თეირანში, როგორც სამხედრო სფეროში, ასევე ქუჩებშიც. რაც მოხდა, იყო ფაქტორების აფეთქებითი ჯამი. ერთი მხრივ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებები ჩაიშალა ბირთვულ პროგრამაზე, შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერასა და რეგიონში ნავიგაციის კონტროლზე უთანხმოების შემდეგ. მეორე მხრივ ირანის შიდა გარემო კიდევ უფრო დაიძაბა, გავრცელდა ცნობები ისლამური რევოლუციური გვარდიის აგენტებზე თავდასხმების შესახებ და გაჩნდა ნიშნები დაყოფისა თავად რეჟიმის სტრუქტურაში. მოლაპარაკებების ჩაშლა მხოლოდ დიპლომატიას არ შეზღუდია. ეს პირდაპირ აისახა ქუჩაში, შიდა უსაფრთხოებაზე და პოლიტიკურ გათვლებზე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს ქვეყნის კონტროლის შენარჩუნებას. ამ ცვლილების ცენტრში არიან ისლამური რევოლუციური გვარდია, ირანის მთავრობა, დონალდ ტრამპის გუნდი და რეჟიმის ყველაზე მკაცრი სეგმენტები. სანამ მოლაპარაკებებში რაიმე რეალური წინსვლა იქნებოდა, უკვე ძლიერი წინააღმდეგობა არსებობდა და შიდა წინააღმდეგობა ნებისმიერ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ფართო დათმობა დანებებად ჩაითვლებოდა. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ გაიზარდა დაძაბულობა ასე ძალიან. რეჟიმის რადიკალებისთვის დათმობა შეიძლება სისუსტედ ჩაითვალოს. გაბრაზებული მოსახლეობისთვის ყველაფრის უცვლელად დატოვება ნიშნავს რეპრესიების, შიშისა და სიღარიბის გაგრძელებას. ამ ორ ზეწოლას შორის დაპირისპირება ქუჩებში უფრო აგრესიული რეაქციისთვის სივრცეს ქმნის. სად არის ამის ეპიცენტრი? თეირანში, ქვეყნის შიგნით სტრატეგიულ ქალაქებში და იმ ღერძზე, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს, სამხედრო კრიზისს უკავშირებს. ბევრი ინფორმაცია არსებობს საკონტროლო პუნქტებზე თავდასხმების და ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებზე თავდასხმების შესახებ ურბანულ ტერიტორიებზე. ეს აჩვენებს, რომ დაძაბულობა უკვე აღარ არის მხოლოდ კაბინეტებში ან სამხედრო ბაზებზე. ამავე დროს, რეგიონულ დონეზე მოლაპარაკებების ჩავარდნამ დაპირისპირება ზღვაში გადაიტანა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. და რევოლუციურმა გვარდიამ უპასუხა, რომ სამხედრო გემების მიახლოება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად ჩაითვლება. ქუჩა დუხს და ზღვაც ასევე. როგორ მივიდა ეს კრიზისი ამ დონემდე? ომის, ეკონომიკური დაღლილობის, იდეოლოგიური გამკაცრებისა და დიპლომატიური მარცხის კომბინაციით. როიტერსმა აჩვენა, რომ ირანის ეკონომიკა ომიდან ძიმე მდგომარეობაში გამოვიდა. ინფრასტრუქტურის განადგურებით, ინფლაციით, უმუშევრობით და წარმოების განახლების შიშით. როდესაც რეჟიმი მოლაპარაკებებში შესვლისას დასუსტებულია, წნეხის ქვეშაა და გაყოფილია, თითოეული ნაბიჯი რისკად იქცევა. თუ უკან იხევს, კაპიტულაციაში ადანაშაულებენ, თუ გამკაცრდება, გამოფიტვა იზრდება. და როდესაც ეს შედეგი ქუჩებში გადადის, პოლიტიკური ძალადობა ჰიპოთეზიდან კოლაფსის სიმპტომად იქცევა. რატომ იძენს ახლა ესეთი მნიშვნელობას შეტევების შესახებ ცნობები ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებზე? იმიტომ რომ ისინი ჩდებიან ზუსტად იმ მომენტში, როდესაც რეჟიმი ყველაზე დაუცველად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცნობები სიფრთხილეს მოითხოვს და ყველაფერი ერთნაირად დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის, პოლიტიკური ვითარების მიმართულება ნათელია. გვარდიის ავტორიტეტი უკვე აღარ ჩანს ხელშეუხებლად. როდესაც ქუჩებში რეჟიმის აგენტებზე ნადირობის ნიშნები ჩნდება, საფრთხეში მხოლოდ უსაფრთხოება კი არა, არამედ ძალაუფლების იმიჯიც დგას. ამის უშუალო შედეგი დამანგრეველია. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ისედაც მყიფე იყო, კიდევ უფრო სუსტდება, რადგან რეჟიმის ბირთვი ნებისმიერ დათმობას უფრთხის, ხოლო საზოგადოებრივი ზეწოლა აღარ თანხდება სისტემის გადარჩენისთვის ფასის გადახდას. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს საუბრები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 1979 წლის შემდეგ. და მიუხედავად ამისა, შეთანხმების გარეშე დასრულდა. ეს აჩვენებს ჩიხის სიღრმეს. საქმე მხოლოდ ტექნიკურ დეტალში არ არის. ეს არის დავა იმის შესახებ, ვინ დათმობს პირველმა, ისეთ სიტუაციაში, სადაც დათმობა შეიძლება ნიშნავდეს ძალაუფლების დაკარგვას, კონტროლის დაკარგვას, ან თუნდაც ბრძანების უნარის დაკარგვას. ბაზარმა უკვე გაიგო სიტუაციის სიმძიმე. ნავთობმა ისევ დაიწყო ზრდა, ბლოკადა ბევრ ქვეყანას აშფოთებს და ჰორმუზის სრუტე კვლავ გლობალური კრიზისის ცენტრშია. როიტერსმა აღნიშნა, რომ წარუმატებელი მოლაპარაკებების შოკმა ფასები გაზარდა და ენერგომომარაგების ახალი შეფერხების შიში კვლავ გააღვივა.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა მხოლოდ ირანსა და შეერთებულ შტატებს არ ეხება. ეს გავლენას ახდენს საწვავზე, ტრანსპორტზე, ინფლაციასა და ცხოვრების ღირებულებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. როდესაც მოლაპარაკება ისლამაბადში იშლება, შედეგები ბევრად შორს სხვაგანაც იგრძნობა. ბოლოს ირანი შედის ზონაში, სადაც სახალხო აჯანყება, ისლამური რევოლუციური გვარდიის სიმკაცრე და მოლაპარაკებების ჩავარდნა ერთად იწყებენ მოქმედებას. რაც მოხდა, იყო შესვენების მცდელობის კოლაფსი. ვინ უბიძგა ამას? ეს იყო ლიდერები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ შეთანხმების მიღწევას და რეჟიმი, რომელსაც საკუთარი დაღლილობის დამალვა არ შეეძლო. როგორ? შიდა დაყოფით, სამხედრო მუქარით, ეკონომიკური კრიზისით და დანგრეული დიპლომატიით. და რატო? რადგან რეჟიმი მივიდა იმ წერტილამდე, სადაც მოლაპარაკება ასუსტებს, ხოლო მოლაპარაკების არ გამართვა ასევე მძიმე ფასს ითხოვს.